შენ არ გაქვს შთაგონება და мотиваცია? რაში გჭირდება? შთაგონების გარაშე სამსახურში არ დადიხარ თუ? რა თქმა უნდა დადიხარ. თანაც ყოველდღე, თან არასაყვარელ სამსახურში. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება საკუთარ თავს და საკუთარი ბიზნესის აშენებას, იწყება. არ მაქვს ძალა, არ ვარ ხასიათზე, არ მაქვს შთაგონება და ბლა ბლა ბლა. მორჩი, შენ აქედან არაფერი გჭირდება. დასაწყისში, როცა არც ძალა გაქვს, არც შთაგონება და არც мотиваცია, უნდა აკეთო ძალით. აბა ეხლა ადამიანებს რო უყურებ, რომლებიც აკეთებენ საყვარელ საქმეს, შენი აზრით მათ ეგრევე იპოვეს და ყველაფერი კარგად მისდიოდათ, სანამ იპოვეს? შენ ხარჯავ დროს რომ სხვა ადამიანები განავითარო. ეხმარები მათ ფულის გამომუშავებაში და მათი ოცნებების ასრულებაში. საკუთარ თავს კი 1 საათს ვერ უთმობ. დამიჯერე კიდე ბევრჯერ მოასწრებ მეგობრებთან ერთად დალევას და მოწევას. და ამ წლებს, როცა არასაყვარელი სამსახურიდან შეგეძლო წამოსვლა და ამის ყველაზე მაგარი შანსი გქონდა, ვერაზროს დაიბრუნებ. სანამ არ დაკავდები საყვარელი საქმის კეთებით, შენს ერთადერთ დასვენებად უნდა იქცეს ძილი. მიდი, იმუშავე საკუთარ ოცნებებზე. სხვა შენს ნაცვლად ამას არასდროს იზამს. გამოიწერე ჩემი არხი, აქ მეტი წარე სიმართლეა.